Солидарობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა გრძელდება. გასული დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული ბრალით სულ 8 პირი დააკავეს, მათ შორის არის გამოცემა ბათუმელების ოპერატორიც. გურამ მურვანიძის ადვოკატის ინფორმაციით ის მაშინ დააკავეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ გამართულ აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მერაბ წულუკიძე გვეტყვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესების დეტალებს მერაბ გისმენთ. დიახ, ვასილ რეზონანსული მზია ამაღლობლის საქმის განხილვის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე განახლდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეების განხილვა. საუბარია იმ 6 პირზე, რომელიც 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს და ორ მათგანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი კაკალაძეს, რომელიც არის ახალგაზრდა ფეხბურთელი და 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა შუშანა მაცაბერიძეს, რომელიც გახლავთ დროას წევრი. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა როგორც დარბაზში, ასევე დარბაზს გარეთ მყოფ ადამიანებში საკმაოდ ბევრია დღეს პროცესებზე დასწრების მსურველთა რაოდენობა. ამ შენობაში სამართალს ვერ იპოვე ხალხო. ასეთ შენობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია, მაგრამ სასამართლო არ უნდა ეწეროს, იმიტომ რომ უსამართლობას უფევს თავიდან ბოლომდე. ფეხბურთელ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც პროტესტი გააჩნდა და გამოვიდა უბრალოდ აქციაზე და ხმა არ ამოუღია და ერთი დეტალი ვერ ნახეს ამის, ვერ დაამტკიცეს. 10 დღიან პატიმრობაში გაუშვეს. დღეს და ხვალ კონტრაქტზე ხელი უნდა მოეწერა თბილისის დინამოს. ახალგაზრდა გოგოს აქტივის უშვებენ 12 დღით პატიმრობაში, იმიტომ რომ რუსული მმართველობა არ მოწონს. სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისიანი დადგენილების საფუძველზე სამართალ დარღვევად იქნა ცნობილი ორი მათგანი, გიორგი და ქალბატონი შუშანა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასამართლომ მათ მიერ გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა 10 და 12 დღის ვადით. პოლიციელებმა მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად უმართებულო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს და მე პირდაპირ მივხვდი სასამართლო პროცესში, რომ მინიმუმ ეს იყო ტყუილი, რასაც პოლიცია უთითებდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამწუხაროდ აი ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მხრიდან მიღებული. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის სასამართლოსთან დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთდა. აქ იმყოფებოდა გიორგი გახარია, რომლის პარტიის წევრებიც არიან დაკავებულთა რიგებში. გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლება ასეთ დროს უნდა ეძებდეს ხიდებს საზოგადოებასთან და მისი განცხადებით ერთ-ერთი ასეთი ხიდი იქნებოდა ის, რომ დღეს გაეთავისუფლებინათ მზია ამაღლობელი, თუმცა ეს ასე არ გაკეთდა, ამიტომ გახარიას განცხადებით მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. დღეს განცხადება გააკეთა ასევე ლელოს წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ლელოს ლიდერები ამერიკაში იმყოფებიან, ისინი უკვე შეხვდნენ 20-მდე კონგრესმენს. ეს ხალხია, რომლებიც სანქცირებაზე მუშაობს და ყველა მათგანს უკლებრივ გადაეცა ინფორმაცია აქ არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელშიც მონაწილეობს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. ისინი რუსული რეჟიმის დავალებით ძალადობენ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაზე ჩვენი ლიდერების თანამონაწილეობით. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია საგარეო მდივანი იმყოფებიან ვაშინგტონში. მათ შორის მზია ამაღლობელის საქმე ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, ის და მისი საქმე იქნება მაგიდაზე სწორედ იმ პირებთან, მათ შორის ჯო უილსონთან, რომლებიც მუშაობენ სანქცირებაზე. პოლიციელზე თავდასხმა, რა თქმა უნდა მიუღებელია. აქ არ არის საუბარი თავდასხმაზე და მის თავდასხმის შეფასებაზე. აქ საუბარია იმაზე, როდესაც ჟურნალისტს, რომელიც არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის და ამ საზოგადოებას 10 წლეულებია ემსახურება, პატიმრობაში ტოვებ ყველანაირი მიზეზის გარეშე, მაშინ როდესაც უამრავი მძიმე დანაშაული შეჭმიტანილი ყავს გირაუთი გაშვებული, რა თქმა უნდა ეს მიუღებელია. საზოგადოების თითოეულ წევრს ჩვენსაც ჭირდება სამართლიანი გამოძიება. სიმართლე ჭირდება ყველაფერზე და არა ძალადობის ჩვენება, რომელსაც ხელისუფლება უჩვენებს. უფრო მეცად გეტყვით. საერთოდ ოცნების მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების ყველაზე გონივრული და სწორი ნაბიჯი იქნებოდა დაპირისპირების გაძლიერება და რადიკალიზაციის გაძლიერება კი არა და ცეცხლზე ნავთის დასხმა კი არა. უბრალოდ ადამიანებს შორის ხიდების მოძებნა. ხიდების მოძებნა იქნებოდა დღეს ქალბატონ მზიას გათავისუფლება.
როგორც გითხარით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობდა და 2 მათგანის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო კიდევ 4 ადმინისტრაციული წესით დაკავებულის მიმართ. მადლობა, ეს მერაბ წულუკიძე იყო.